ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი პარტიის ალდეს ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე ინფორმაციას დღეს თბილისში აგროვებდა. ერიკ მორტენსენი ოპოზიციის ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა. განმარტავს, რომ მუხთარლის საქმეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში. ალდეს პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის მიღების აქტიური მხარდამჭერი იყო. რეზოლუციის მიღებიდან 2 კვირაში გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ინფორმაციის მისაღებად თბილისში თავად ჩამოვიდა. ეს არის შემთხვევა, რომელზეც ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ჟურნალისტის გატაცება მიუღებელია. მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. ალდეს ჯგუფმა ევროპარლამენტში გააპროტესტა და დაგმო ეს ფაქტი. ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი და გამოიძიოს რა მოხდა. ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა და დემოკრატიულმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიმართლის დასადგენად. ამიტომ არის ეს საქმე დემოკრატიის ტესტი. მე მესმის ლიბერალური პარტიების აქ საქართველოში, რომლებსაც სურთ გაიგონ, იყო თუ არა ამაში ჩართული საქართველოს ხელისუფლება, რადგან ეს რასაკვირველია იქნებოდა მიუღებელი. კურიერმა ოპოზიციურ პარტიებთან ჰენრიკ მორტენსენის შეხვედრები გადაიღო. ალდეს ვიცე-პრეზიდენტი დილიდან პოლიტიკურ მრჩევლებთან ერთად თავისუფალ დემოკრატებს, მოგვიანებით კი რესპუბლიკელებს შეხვდა. ევროპელი ლიბერალების წევრი პარტიები საქართველოში განმარტავენ. ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ მუხთარლის გატაცებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ხელისუფლება უმოქმედოა, არც ერთი მაღალჩინოსანი დაუსჯია და მხოლოდ დაპირებებს იძლევა. გატაცების შემდეგ გავიდა უკვე თითქმის ერთი თვე და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა მოხდა, ვინ გაიტაცა ეს ადამიანი, არიან თუ არა მას ჩართული საქართველოს სპეცსამსახურები. სამწუხაროდ ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ პრემიერ კვირიკაშვილის სიტყვას, რომ ის უსწრაფესად გამოიძიებდა ამ საქმეს, ამას მან ამ ყველაფერმა დაკარგა ფასი. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აგოს პასუხი, უსაფრთხოების სამსახური პასუხს არ სცემს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ ეს რეაქცია ხელისუფლებიდან ვერ დავინახეთ. ბუნებრივია ქვეყანაში ჩამოსვლა და შეხვედრები არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადგილზე არის იმის საფუძველი, რომ საფუძვლიანად მოხდეს ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისად უკვე რეაგირება. კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ ხვალ თბილისში ალდეს ვიცე-პრეზიდენტთან შესახვედრად აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია მუსავატის თავმჯდომარე ბაქოდან საგანგებოდ ჩამოდის. არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა მუხთარლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკითხეს.